ეხლა მე მინდა ჩვენს ქვეყანას და გულშემატკივარს წარუდგინო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, ის ნაკრები, რომლითაც ჩვენ პარალიმპიურ თამაშებზე მივემგზავრებით და ამსავიკითხავ როგორც სპორტის სახეობებში, ასევე სახელებით და გვარებით. პარასროლა, ვლადიმერ ჭინჭარაული. ვლადო არის ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ტოფის როლაში. ვლადოც მესამე დიასპარეზებს პარალიმპიურ თამაშებზე. გამარჯობა ქალბატონო ლალი. აი აქ რო ვარ, აქ ვარ, სხვაგან არაფერზე არ ვფიქრობ. 2015 წელს გავხსენით ეს სტილი და მას მე უკვე აქტიურად ვარჯიშობ. ამ აქტიურად ხანაკ ვცხოვრობ ხოლმე რა. იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, არ მეკონა მე ეს რაღაც ჰობი საქმეთ მეკცა, რომელიც არ ვიცი, ეხლა რომ დამეწყო აი ამ გადასახედიდან უფრო შემეშინდებოდა ვიდრე ის რაც ენთუზიაზმი და იმდენი დაბრკოლება ბარიერი და წინაღობა გადავლახეთ რომ ეტლიანი ადამიანი ტრამვამდე ტელევიზორში მიყავდა ნანახი რა მართლა ჩემს მეგობრებს ერთი წუთი არ დაუტოვები ვარ მე რომ ეს ცხოვრება შემეცვალა იმათაც შეცვალეს ჩემთან ერთად თავიანთი ცხოვრების განრიგი რა ეს სპეციფია დაწყვეტილი. დისკის გატეხილია. დისკი გატეხილი ვერ იქნება. გატეხილია კი? არაბადია გატეხილი? არა, მაღლა თვითონ ის. ეს მაშინ რომ გადავარდი, იმის მერე გატყდა და გაიძარა. აუ, ეს დისკი ყოფილა გახსოვს. აბა. თვითონ დისკი გვინდა. დისკია შუაზე გახსნილი. ანუ ეს გვინდა რა ერთი ხალი. ხალისო ხო? როსო, ლიანა დაშლა მოგიხე. ფუფრუჭევის პრობლემა. მაგას არა. იცი პროფესიონალი ხარ. აი, სამოსაკეთი მოიტანემეთი და კევერ მომავალ ვერ მომიტანა. აია, ეხლა კამერას ვნახავ. სროლაც გრძნობა ერთგვარი რა, თუ არ იგრძენი იარაღი. იმიტომ რომ თითოეული ნიუანსი აი შეხება, თითოეული ჭანჭიკი. შენი სხეულის ნაწილი თუ არ გახდა, ისე ვერ გააკეთებს ზუსტ გასროლას. ეს არ არის ახლა 1 და 2 გასროლა, აქ არის 6 ათეულ და 9 ათეულ გასროლაზე საუბარი და ამას ესე ადვილად ვერ გააკეთებ. თან მithumetes დღეში რამდენიმე ასეულ გასროლას რო აკეთებ, კვირაში 1000-ობითადი ხარ, ეს ხდება შენი ნაწილი, შენი გრძნობების თითოეული მოძრაობის. როგორც სულიერ არსებას ისე ვექცევი, რომ საუბრით არ ვესაუბრებ. გრძნობთ ერთმანეთს. თუ გაგიგიათ ქირურგიული სიზუსტით სროლა, უნდა მოეთხოვებოდეს სნაიპერს. აი სპორტული სროლა არის ნეიროქირურგიული სიზუსტით სროლა.
აი ეს განსხვავება. პირველ კურსს ვამთავრებდი. მეგობრებს არადა ჩემი ინიციატივით ავუტყდი, რომ წარმოდით მეთქი ვიბანაოთ. ჩამოვედით, წითელ კლდეებს ეძახიან, აი ამას რაც უყურებ ეს. მართლა წითელი კი არ არის, იმ ადგილზე მე შესწრებული ვარ ადამიანი რომ დაიღუპა. ჩემს მერეც რამოდენიმე ადამიანი და ძალიან ცოდვიანი ადგილს ეძახიან, რელიეფს იცვლის ალაზანი. ყველა ადიდება ან დაპატარავების დროს და არასტაბილური აქვს. სამნი ვიყავით, პირველი ჩემი მეგობარი გადახტა. იმან როგორც ამოყვინთა, მე გადავხდი თავით. და საკმაოდ ღრმა წყალში ჩავხდი, მაგრამ ეს კისერი დავარტყი ცუდად. და ეგრევე მომენტალურად გავითიშე, სხეული გამეთიშე, გონება ჩვეულებრივ მქონდა, მახსოვს რომ წამიღო წყალმა და ვიხრჩობოდი. უბრალოდ მესამე მეგობარი, ვინც მაღლა იმყოფებოდა, ეტყობა იმამ შემამჩნია და გამომათრია. თავი რო ამოაყოფინა უკვე წყალს ვლაპყოდი, თავი რო ვერაფერს ვერ გრძნობდი. წამოვედით მე სასწრაფოდ საავადმყოფოში. და იმის მერე დაიწყო. რა დაიწყო ისიც არ ვიცოდი იმ მომენტში. დაჟე იმას ფიქრობდი, რომ საღამოს გეგმები არ შემცვლოდა იმ მომენტისთვის და ისიც არ ვიცოდი, რომ დალეწილი მქონდა კისრის მალე. ხუთი თვე გულაღმა ვიწექი 34 დღეს სუნთქვის აპარატზე ვიყავი შეერთებული 2 წელი საერთოდ ხმა არ მქონდა ტრახეოსტომიდან სუნთქავდი და მე კიდე 2 წელი სახში ვიჯექი ამ კედლებს შუა გამოკეტილი და უბრალოდ ვერ წარმომედგინა რომ ეტლზე დამჯდარიყავი არ მინდოდა და ჩემ თავს ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიარულს ვეღარ შევძლებდი. იცი რა არის, ადამიანმა უნდა იპოვოს ყველა რაღაც გაჭირვებაში სწორი გამოსავალი. მე რომ მოუშვებული ყავი და არაფერი არ გამეკეთებინა. არც არაფერი იქნებოდა, ერთი უბრალოდ რიგითი ადამიანის სიცოცხლე იქნებოდა რაღაც გარკვეული პერიოდი. არ მინდა ეს სიცოცხლე რაღაცები ხან გავაფუჭო ხან კიდე ვიცელქო ეგ მინდა ხოლმე ჯაშკურიანი ოჯახი გვაქვს და ცოტა ის როგორც უყარდებათ ხოლმე ისე შემიყვარდა ისე გავიცანი შევქმნით ოჯახი გვეყოლა პირველი ელენე ეხლა ყავს მეორე შვილი ბათაკა რომელსაც ალიყანთ და გაგაცნობ სახში ამას უყურს ხე ცოტა გულით აი ეგრე აბა დედი გოს და ეს ხევი და მამი აი ეს ოდეს აი ეგრე იყავ აი ეგ გაშალი ხევი აი აბა გაიხარეთ შეჯიბრის დროს მამა ჩემთან ვარ ხოლმე აი დღემდე ყოველთვის უგრძნობ რომ აი 3 წელია დაიღუპა და აი 1 წუთი არ მიუტოვები ვარ რა არ ვიცი ეს შეიძლება ზედმეტი ფსიქოლოგიური ფიქრის გამო ხდება ეს ყველაფერი მაგრამ როცა შეჯიბრი იწყება ყოველთვის გრძნობ რომ იქ არის და რაღაც მითითებებს მაძლევს რა So this can't know what's happening, and there he goes. 10.74. სადგაგონილა ლაღიხარი უიალაღო სადგინახეთ ხევსური და უიარაღო რაღაც ეს შეიძლება ითქვას. რა ვიცი ეს უფრო
ხევსურულ იმას ვაბრალებ რა, რომ განსაკუთრებით უყვარდათ იმ ძველ ხევსურებს იარაღი რა და შეიძლება ალბათ რაღაცა გენეტიკურად მეც მაგიტო მომდევს ეს რაღაც უბრალოდ ძველი ჟანგიანი ხანჯლებიც კი მიყვარს რა იმ მამაპაპისეული დარჩენილი რაღაც 15 წლის ყაურლიანი თოფი რომ აჩუქა მამამ და ისე მიყვარდა ის თოფი აი დღემდე იმის სათითაო დაჟანგული ადგილიც კი მახსოვს რა ჩიჩქი არა ჩანს ღრუბელთა მზის სიცხე აჭერს თაკარა ერთი აინთას შამავლო წყაროში ამასო ანკარა არ შეიძლება რომ ახდეს მითუ ოცნება პატარა კავკასიონის ქედების ულფეხით შამამატარა ბევრი ადამიანი ვიცი რომ უბრალოდ ისვრის და იმ თავის ემოციას იმ ხმას ატანს და იმ გასროლილი ტყვიას რა არის ესეთი ერთგვარი თერაპია და მეც აქ მოდიოდი მაგის გულისთვის ხოლმე რომ წყნარად მშვიდა თუ საფრთხო გარემოში მესროლა მე იყო რაღაც სიუჟეტები და იმის შემდეგ უკვე პარაოლიმპიური კომიტეტიდან შემოთავაზება რომ ეს ჩემი ჰობი გატაცება პროფესიად მიქცია და ზუსტად აი ამ ისტორიის შემდეგ რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი და ის საქმიანობა გავაგრძელე რაც მიყვარს. აი ეს პასტის ხელა წერტილს ხედავთ, ეგ არის ჩვენი ათიანი. აი ეს იმდენად არის სროლის სიზუსტე მსოფლიო დონეზე გაზრდილი, რომ კიდე დაყვეს საერთაშორისო ფედერაციამ სროლის. 10-დან 0-დან იწყება და 10-და 9-მდე ადის, ანუ ევროპის ჩემპიონატზე. 84 გასროლა გავაკეთე, 84-ვე 10-იანი იყო. ყველა იყო შეხებული მაგ წერტილს, მაგრამ უკვე ოდნავ მეტი სიზუსტით მაჯობა პირველ ადგილზე გასული, მაგრამ ეს არის აი ფაქტურად მედიტაციამდე ადიხარ რა ამ სროლის დროს. აი მტყვიას მიუყვები სამიზნემდე და ფიქრებით ვარ იმ 10-იანში შემძვრალი ჩათვალეთ. ბოლო 6 თვეში ორჯერ მსოფლიო პრიზიორი გავხდი და ევროპაზე უკვე ვიცე-ჩემპიონი ვარ დღეს მოქმედი. შეიცვალა ის, რომ უფრო თავდაჯერებული გავხდი. აი ეს მსოფლიო კორიფეების როლის ვინც მეგონენ სხვადასხვა შეჯიბრში ყველა დამარცხებული მყავს რაღაც გარკვეულწილად ეტაპზე და ის რომ რაღაც შეუძლებელია აღარ არსებობს უკვე მივდივარ ღვთისმადლით და იღბალზე დამოკიდებული ჩემ თავთან მართალი ვარ ამოუწურე ბოლომდე ვიმუშავე და არაფერი იქ მივალ უბრალოდ იმ შედეგის გადასატანად რასაც აქ ვაკეთებ დანარჩენი ღვთისნებაა საგარ გამარჯვება შენ და შენი გაჩენა ღვთისმშობელო ნახაერად გული ჩამდე. შენ გადიდა და გადიერი. მას
საფხარზე და გულზე გენდახო. ისმინე, გაიგონეთ, იქადრი აიტანე, ისკარზე მაიხმარი. ჩვენდის ალობ ცევდი ხარები. ავი წვისა, ლაღი წვისა. გეემარჯვა ღვთისმშობელს. იმის წყალობა კონდეს ლადო, გიშველა. დავლა დაგახმარა. ნობა სათლობა სასიხორო დაგიხადა. ამინ. ყველას იყოს. ტრამვიდან 2 წელიწადში, 3 წელიწადში. ამ ჩემ მეგობრებს თხოვე ზაზაზურას, რომ წავიდეთ მეთქი ვიბანაოთ ისევ. ჩავიყვანეს, გადავხვიე ხელი აქეთ-იქით, ჩავყვინთეთ, ამოვყვინთეთ, უთხარი კაია მეთქი. კიდე ჩამაყვინთინეთ მეთქი. კაია მეთქი, ბოლოს უკვე მოუჩქარეს და კარგის ვიზახოდი და ამათ გონიათ კაია. სინამდვილეში მახრჩობენ და კინაღა მოკვდი ისევ მეორე თიმადგილზე. არაფერ, მარტო იმიტომ ჩამოვედი, რომ ჯიბრით ჩამოვედი. ჩემი თავის ჯიბრით, რომ შემემოწმევინა ხო არ გავტყდი. მაგრამ არა. მერე აქ დავიწყე ბრახა-ბრუხა თერაპია. Caldesac შეუნდე ცოდოები. თუკი მისი ბრალი. ადრე იმ სახში ვიჯექი 2 წელი და მაშინ რაღაც ესეთი სტროფები გამოუთქვი ჩემ თავს. უხლებზე მიდევს შაშხანა გული, იწროა წუხილი. ავახმეტიალ ცხოვრებას თებსაც შალზრავდი ქუხილი. ჩემს წინ არ სორთქი კედელი, სივრცე მზერისგან დაღლილი. ფიქრები ლაღი ფიქრები, სხეული ძალადაცლილი. რა თყარობო იარაღს წრომით იძახის მშობელი. მე ჩემს მივხედავ იარაღს, არც სოლშვილს ესმის ყოველი. უხლებზე მიდევს შაშხანა გული, იწროა წუხილი. დედას უტირებ ცხოვრებას, პარისაც შევზრავ ქუხილით. To return our focus to the top, it's been incredibly close between this. Australia's a great competition so far for Cinturoli, who can secure it with anything in the 10. Ladies and gentlemen, the Paralympic medalists. Georgia, Vladimir Cincharauli ვერცხლის მედლის მფლობელი. მისთვისაც ეს პირველი პარალიმპიური მედალია. ტოკიოში იყო ამ დისციპლინაში მე-20 ადგილოსანი და დღეს ერთბაშად მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი.